სხვა სპექტაკლი, ასე ქვია თეატრი ჯის ახალ პროექტს, რომელშიც სხვადასხვა კომპანიების პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტები არიან ჩართულები. ეს არის სპექტაკლი, სადაც 14 პიარ მენეჯერი ერთი დღით მსახიობის როლს მოირგებს. პროექტი პერმანენტული ხასიათის იქნება და მომავალში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან. პროცესი ასე ქვია პირველ სპექტაკლს, რომლის პრემიერაც 9 ივლისს არის დაგეგმილი. თამარ დარახველიძე მოგეყობა დეტალებს. წარმოაჩინეთ თავი, ვით ვერ გაიგე. პროდუქტი წარმოაჩინეთ ნებისმიერი გზითო. ეს არა ვიფასო. თქვენ ალბათ ბევრჯერ ხართ ნამყოფი და სულ ვარდებული. ნუ ბევრჯერ არა, მხოლოდ 9-ჯერ. ბოლო დოლარი რომ მქონდეს დარჩენილი პიარზე დავხარჯავდი. ბილ გეიტსის ეს ფრაზა ყველაზე ახალი პროფესიის საკმაოდ წარმატებული პიარი აღმოჩნდა. აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანები, ისინი ვინც სხვადასხვა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობენ. 14 პიარ მენეჯერი ამჯერად მხოლოდ ერთი იდეით გაერთიანდა. ცოტა ხნით კონკურენცია უნდა დაივიწყონ და ერთ სცენაზე საერთო სპექტაკლში ითამაშონ. მსახიობის როლის მორგება ჯერჯერობით უჭირთ, თუმცა არც ამ შემთხვევაში კარგავენ ჩვეულ ამპლუას და საკუთარი კომპანიის პიარით არიან დაკავებულნი. ვთვლი რომ სარაჯიშვილი გენიალურია. მის ნამღერი არიების ჩანაწერებს ყოველთვის სიამოვნებით უსმენ. ეს იყო თეატრი ჯისა და კომპანია ფავორიტის ერთობლივი პროექტი. ერთობლივად გადაწყდა, ერთად ვიჯექით, ერთად ფიქრობდით დეტალებზე. ზუსტად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თუ გვინდა თეატრის პოპულარიზაცია, პიარ მენეჯერები ყველაზე ლოგიკური დასაწყისია ამ პროექტისა, რომელიც უკვე ვთქვით, რომ იქნება პერმანენტული, იმიტომ რომ ყოველ წელს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ამოვლენ სცენაზე. ექსპერიმენტია ჩემთვისაც, ყველასთვის და ორგანიზატორებისთვისაც. ამიტომ თუ შესაძლებელი გვექნება, ალბათ ხალხი გვაპატიოს. ერთ-ერთ კომპანიას ვაკანსია აქვს, რა თქმა უნდა, პიარ მენეჯერის თანამდებობაზე. სურვილი 14 ახალგაზრდა აღმოჩნდა. გასაუბრება არასტანდარტულია. აქ კითხვებს ხმას სვამს, რომლის ვინაობაც არავინ იცის. გასაუბრების პარალელურად 14-ვე მონაწილე საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ყვება. პროცესი ასე ქვია სპექტაკლს, რომლის რეჟისორიც გოგა მაისურაძეა. იმდენად ენთუზიაზმით ახსავსე და ენერგიით სავსე ადამიანების ჯგუფია, რომ მივხვდი, რომ თლად თქვათ შეიძლება არ ქონდეს მსახიობური მონაცემები, მაგრამ ენთუზიაზმით საკმარისი იყოს იმისთვის, რომ უბრალოდ მოვიდომოთ და ეს ექსპერიმენტი და ხულიკნობა ესე ბჭყალებში ჩავიდინოთ. ყავს არაჩვეულებრივი სცენარისტი, არაჩვეულებრივი რეჟისორი და ამიტომ აუცილებლად კარგი შედეგი უნდა დავუძოთ. ჩვენ ამისთვის არ ვიშურებთ ძალებს, ანუ ძალიან სერიოზულად მოვეკიდეთ. ძალიან მომწონს მსახიობის როლში ყოფნა, ძალიან რთულია. მე მგონი საერთოდ არ აღმოჩნდა სამწუხაროდ მსახიობო მონაცემი, მაგრამ ძალიან ვერთობი. სხვა სპექტაკლი პროექტი ამით არ სრულდება. როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, მალე სცენაზე ჟურნალისტებიც მოხვდებით. თუმცა მანამდე 9 ივლისს ილიას უნივერსიტეტის თეატრის სცენას პიარ მენეჯერები დაიკავებენ.